შეზარი და მექსიკური კარტოფილი 2 წუთში მზად უნდა მქონდეს მეოთხე მაგიდისთვის. აუ, რამდენი ხალხია გოგო დღეს და კიდე 2 მაგიდა უნდა მოვიდეს და ჯავშნილებია. აი, ერთ-ერთი მოვიდა მე-7 მაგიდა. ხო. ზა? მაგათ მიმოიმსახურები მე მიმიშვი. გამარჯობა რას მიირთმევთ? გამარჯობა. შერაკინდა აქ. რას ქვია ქრამინდა ქალბატონო აქ მუშაობ და გემსახურებით. რას ინებებთ? მე კიევურ კატლეტს ავიღებ და ერთი ვაშლის წვენიც რა, თეკლა შენ? მე მხოლოდ სალათი, მსუბუქად ჭამხომე ყოველ დღე და ტყუილი ნომერი 1. დესერტს დაამატებთ რაიმეს? მოდი დესერტი თქვენ გვირჩიეთ, რა გეცოდინებათ რომელია კაი. დესერტებიდან ძალიან კარგია ბრაუნი, შტრუდელი და 35 ყოფილი. ბრაუნი იყოს, ბრაუნი მეტი არაფერი აღარ გვინდა. რა ქენია იღე შეკვეთა? მე კიდე ჩემაგიდას ველოდები. შეკვეთაც ავიღე და კარგ ტიპსაც ავიღე, მაგმაგიდიდან დარწმუნებული ვარ. აი, ინებეთ თქვენი ანგარიში, ოღონდ ბარათით ვერ გადაიხდით ხარვეზია ტერმინალზე. ქეშოთ შეგიძლიათ. აუ, მე მარტო ბარათი მაგდო. კი ვიცი, ქალბატონო, თქვენ ხარ გაქვთ ქეშად თანხა? 58 ლარია მხოლოდ. კი, აი აიღეთ 100 ლარიანი. რა ხუდა არ გნებავთ? ძალიან კეთილი ხარ, დიდი მადლობა. კიდევ მობძანდით. შენ თუ ეგ შეგარჩინო ნახავ და თეკლას კიდე. რა გინდა, ახარ ვიზავ ხო გავიგე. არა მოფიქრება ხო უნდა მერე მაგას. მეცინება. ხო იცინე და შენ ინფორმაციებსაც გაიტანს მალე გარეთ. ახლა მონიეხლე ეგზელატოსი. აი მე ისო ამარიკო 8 წელი ზელატოს რო არ გიყიდა მაღაზიაში რა იქნებოდა. ან კიდე რითი იყიდა კაცო მაგდენი. რატო არ იყიდა რაც თეკლა მამას ფულები მისცა ინფორმაციებში? Forbes-ის მილიონერების სიაში რო არ არის შეყვანილი ეგ მიგვირს მე. რა გინდა 20 ლარი გადამიხადა მარტო თან ნიკორაში აქციაა ზელატოსზე. 2 წელი მოგდის ერთის ფასში. ხო და ავიღე პორცალს. ლიასთან უნდა გავიდე და ხელცარიელიც არ შევალ. აუ, ჩემი ნაყიდები არ გაუტანო, შეგაც იყიდე ის გაუტანე. კარაკი. ვერ არის ეს, ხო იცი. კარაკით გავიდე ბიჭო მეზობელთან. ეს ბიზნესმენიც წაიყვანე. გამოძალავს ინფორმაციებს ლიას და მე მეუყვება თეკლას. გავედი მე ლიასთან. შენ თავს მიხედე შენ რა. სამსახური რო ვერ გიშოვია ამ ხელა გოგოს. აი ეხლა გამაკავით. მოვედი. ვაიმე რა მოხდა? გაგზარცვეს? რა გაგზარცვეს? საიდან მოიტანი? ომარიკო სად არის? ძალიან მივიდა კეფაში ჩარტყმა და საწოლზეა. გამოფხიზლდება ცოტა ხანში. ჯე რაღაცას გეტყვი, ხო დაიფიცე რომ არ მეჩხუბები. არ გეჩხუბები მითხარი მიდი. ეგრე არა, ვინმე დაიფიცე. აი მე ვაჰა ანასტასიას გეფიცები, თქვი. ჩეთოლი რომ მაგ ფიც გატეხავს, შენს გეჩხუბება და მე კიდე გატეხილი ფიცის გამო გავიტრუპები ავტომატურად. თქვი ახლა შენ კიდე დააყენე საშველი. ჩვენი მეზობელი როა ლიზიკო ეგ მომწონს და საჩუქარი მიუტანე სახში. ვა, ლავსტორიც გაიჩითა. რა ჩუქი? რა დაყუთით რო გქონდა დანები და ჩანგლები ეგ რო არ ვიყენებდით. და ჩემი ვერცხლის ნაბორი. და გოგო თუ მოგწონს დანაჩანგლის სერვისი უნდა აჩუქო და გენერატორ შენ. მაინც არ ვიყენებდით და რაც გინჯოჯა. რა გამიკეთა. ანასტასიას მზითები იყო ეგ. რო გათხოვდება ვერ გავიგებ ხელსარიელს ხوار გაუშვებ ოჯახიდან. კარგა ხანი ჯერ მე არ ვაპირებ ფერსად წასვლას. ეგ იცოდეთ. ხო, ესმა ხო, მოურთმევია თქვენთვის დანაჩანგლის ნაბორი. მოგეწონათ, რატო არ მოგეწონებოდათ? კი, მადლობას ვეთყვი, აუცილებლად. ანასტასია, შემდეგ ზეცი რა მინდა ვაჩუქო? ჭიქები რო გაქვს, ხო იცი, შუშის 12 წელი რო აწყვია ყუთში. ეგ. ინგა ბრძოლა წესების გარეშე დაიწყო, მოდი უყუროთ. მოვედი, აბა, ნახოთ ერთი, ვინები ეჯიბრებიან. დავინახე, ხო. დედა, რა მოტკეცილი შორტები აცვეთ, რა არის ეს? ჯე უყური ახლა ესენი ეჯიბრებიან ერთმანეთს და ისე უწყავენ შენ რო იცი ხოლმე. და მე იტავე. ნუ მოდიალოფო მარიკო ოღონდ რაღაცეებს რა. შეხედ როგორი პროტეზები უკეთია ტკბილებს, მზიაბებოსნაირი. რა მზიაბებოსნაირი დამცავებია ეგენი. შეხედი დაიწყო. დედა, როგორი გამეტებით ურტყავენ კაცო ერთმანეთს, მსაჯი სად არის? დედაში გთირკმელში ჩაარტყა, რაღაცა ვარგება. ჯე ლურჯები რო აცვეთ და ტურნირი მაგ კაცმა მოიგო. ისე უტყა იმას რომ სისხლები მოდიოდა.
ხო ძლიერია ეგ აშკარად. დედა სად შეაყოფინა კაცო თავი? გაიხედეო მარიკო იქით. სულით გაიხედეს მეუბნევი ხოლმე, სერიალებზეც კოცნაობაროა. შეხედე ინგან იქნებს ხო ჩაარტყა წიხლი. ეხლა იმ თუკებზია რომ გადმოხტება იქიდან და სულ დალიწევს ძვლებში. ვაიმე დედა, რა არის რეებს უყურებთ ანასტასია, ბავშვს აყურებინებ თან. გამორთეთ კაცობა, არ მომეწონა მე. მე არ უყურო შენ, ჩვენ უყურებთ. ესე იგი, წიხლი, მუშტი, იდაგვი. დედა რა კარგი ილეთია, კაცო, სად ვიყავი აქამდე. And I go to sleep at 11 o'clock. აჰა, ყოჩაღო მარიკო. დედა რა ლამაზიენა არა. კიდე უფრო ლამაზი იქნებოდა ყველა სიტყვა არასწორად რო არის თქვა. რა? მოდი მე და ამეთადნე ვერ გავიგებ. შენ სწავლობ ინგლისურ ფილოლოგიაზე თუ მე? ჩემ დროს აბა სკოლაში გერმანული ისწავლებოდა ხოლმე. ის კარგად ვიცოდი სხვათა შორის. 1, 2, 3, ხო? კაიო მარიკო დაიწყე მიდი. ეს გაკვეთილია? My day. Every morning I wake up at 8 o'clock. My mom makes breakfast for me. Disaster. კატასტროფა, მისაყვანია ბავშვი ინგლისურზე. ხო, მივიყვან რა პრობლემაა. ვერ ხედავ ფულის სხემა ხომ და ვკრიფავ ყოველ დღე. აუ, ჩემი კლასელებს ესე კითხულობენ და აქებს ხომ მასწავლებელი. ნუ იტყუები იხლა, გაგძელე მიდი. I go to school and I enter my class. Good job. აი ხედავ ინგა? ასე იხოცებიან ბავშვები პროფესიონალის ხელში. My favorite subject is English because I have a perfect teacher. მარტივია. ასე თუ შეგეძლო კითხვა რა დაგემართა აბაწიღან? Are you kidding me? I don't know. აუ, გამოილია. Oh shit. ქალბატონო, ჩაბრძანდებით ამ გაჩერებაზე? არა, არ ჩავდივარ. კარგით, მაშინ ჩაგვეტარით, რა ჩვენ ჩავდივართ. აი მე რატომ შეჭამეს ამ ბავშვებს, მაგრამ აუ, ხლა მასიც ირასულზაო. კაი, ხლა არ გინდა სკანდალები რა ძლივს მოვედით. აუ, ხო სწორად მოვედით. კი, ეგა. ნუ ცუბიცის 68. აქა ნოვატორი და გამოვაქ ალბატონი თეკლაც მალე. How are you გოგოებო, სორი რა დავაგვიანი, რა ერთს ველაპარაკებოდი და? აუ, აქაც თუ ვიღაც ტიპი გაიცანი საღოლ შენ. რავი, რაღამე ვერ ვიცნობ ვერავის. მე მოიხადე, ტაქსისტის ქუდი რო გაფარია. კაი, ხო რაღაც პუნჩი მართალია. ვინ გაიცანი შენ? აი გამოვა ეხა და ნახავთ თქვენ თვითონ. ისეთ რაღაცებს მივყვებოდა თან გავიხიე სიცილით. მაგან შენი სიცილი გაიგონა არ ამგონი ეხლა აქ გამოვიდეს. ავარიული გასასვლელით გავიდოდა. აუ რავი რობოტიკის ოთახთან იქა და გამოვალო და აუ რობოტიკის ოთახი ძალიან მაგარია სხვათა შორის რა იცოდეთ. ლეპტოპები, გაჯეტები, აიპედები, რობოტები ყველაფერი აქვთ. შენ უეჭველი რობოტი გაიცანი და გვაპარებ ეხლა. აბა თბილისში ახლა ის ბიჭი უცებ შენ არ იცნობ და კი გადახვიდოდი კიბურგებზე. არა ქალბატონი ნამდვილი ადამიანია. ისეთ საიდუმლოებებს მომიყარიც გაგებაც დიდი ხანია მინდოდა. აი გამოვიდა. რა უნდა ამას აქ? გამარჯობა. გამარჯობა, პოლიციაში ვდეკავ, ხო? იცით ჩვენ ბავშვი გვყავს ოჯახში, რომელსაც სოფელში წასვლა არ უნდა. იქნება დაიჭიროთ. კარგი ანასტასია არ დარეკო ეხლა რა პოლიციაში. კარგი ბავშვია კაცო ეს და წავა ერთი კვირა სოფელში რა პრობლემაა. ხო, მარიკო? კაი ხო. მაგრამ სოფელში მზიებებს ნახევში დავყავარ ხოლმე და არ მომწონს. და სოფელიც არ მიყვარს კიდე საერთოდ. ჩვენი სოფლების ევროპულებით იყო შეგიყვარდებოდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლები ძალიან ლამაზებია და ხალხი შეძლებულად ცხოვრობს. ხო და გამარჯობა მე. ჩვენ სოფლებში კიდევ არც გზები, არც კანალიზაცია და ინტერნეტმა ვერ შეაღწია კიდე ზოგგან. აუ ჩვენ კი გვაქვს ინტერნეტი, მაგრამ მზიებებო ტელეფონს მიმალავს ხოლმე. ერთხელ ბოსელში ქონდა დამალული ძროხის საჭმელი ჯამის ქვეშ. ვეტყვი მარიკო და აღარ დაგიმალავს საწი. რა იქნებოდა ჩვენი სოფლებით რო აყავდებოდეს. შევიდოდეთ ევროკავშირში ჩვენც. ხო და ბევრი ადამიანის დაბრუნდება ეგრე სოფელში. დაცარიელებული როა ეხა და მიტოვებული სახლები რო აქვთ. ნახე რა წერია. ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდა ფერმერები ძალიან ბევრი შეღავათით სარგებლობენ. დაბალი გადასახადები და მაღალი დაფინანსება. ევროკავშირი თავისი ბიუჯეტის მესამედს ახმარს სოფლის მეურნეობას. ეგრო ვიცი, იმიტომ მინდა ანასტასია ევროკავშირში შესვლა, რომ ღირსეულად იცხოვრონ ადამიანებმა სოფელში და არა ისე დღეს რო ცხოვრობენ.
ხო, მზიაბებო რაღაცა თუ სიტყვებს იძახის ხოლმე. თუ გაშველება ნეტა რამეო, მაგრამ არ მახსოვს ის სიტყვები. არ მინდა სოფელში. გამარჯობა, ისევ მეგაწუხებთ. იცით ჩვენ ოჯახში მყავს ბავშვი, რომელიც სოფელში წასვლაზე ამბობს უარს. ვერ დაგვეხმარებით? აჰა, ნუ სპეცრას გამოგზავნით. კაი, წავალ ხო. კარგით, აღარ გვინდა. გააუქმეთ ოპერაცია. სამსახური ვიშოვე. ვინ დაიწყო მუშაობა რესტორანში? დედა, რა კარგია, ანასტასია. ვის აქ ჩემი ვალი? ეს მევალეები ხო ვერ მოვიშური რა. იმდანად დავიწყე მუშაობა ბანკირად კი არა. ყველაფერს გავისტუმრებ ხილფასზე. აი, დედის ამაკს ვერასოდეს გაისტუმრებს შვილი. რა გინდა, რაზე მინა მივიოკებ ახლა? არაფერს არ გინა მივიოკებ მე ხა, ისე ნუ გამომიყვარო, გეგონება კრემისფერი შარფი მქონდეს, ანახი და 40 ლარი მჭირდებოდეს. აუ, მე რა უნდა მეყიდო ანასტასია? ვინ მელაპარაკება? რატო უნდა გიყიდო შენ საერთოდ რამე, რა გააკეთე გუშინ? არაფერი. რა გააკეთა? დამიწყებია გუშინ ჩემი ოთახის კარები ჩაკეტვა თურმე. და რა ვთვერქავდი ვიდეო გადამიღო. რა შვებოდი? ვთვერქავდი რა არის? ვთვერქავდი, ანუ სწავლობდი. ინგლისურად თვერქ ნიშნავს სწავლას, მეცადინეობას. კიდე კაი როებისთვის გაგიგზავნია ეგ ვიდეო. იმედია არ დავაგვიანე. ანასტასიას ცეკვის ვიდეო მოგიტანი და გადაიწერე ტელეფონიდან. მესენჯერზე არ გამოგიგზავნე, იმიტომ რომ ჩემი პაროლი იცის და ნახავდა. იმედია რომ სუფთად მოქმედებდი. მაჩვენიაბა. ეს ვიდეო რა არის? 15 ლარი. კაი გამომართვი. იმედია რომ კიდევ ვითანამშრომლებთ. ბუნების მასწავლებელმა რვეული დამიგლიჯა შეხედე. საერთოდ აღარ ვისწავლი. რა რვეული დაგიგლიჯა, მარიკო, არ გავგლიჯო ეხლა ეგ ქალი. ხო, შეცდომით გიწერია დავალება ხეებზე და ფუჩქებზეო. მე რვეული რამ დააგლიჯინა. შეიძლება რომ ნევროზი აქვს. დედა, ნევროს მივცე მე მაგას. რას ლაპარაკობ, კაცო, რა რვეულებს მიგლიჯავ, ვერ გავიგე ბავშვი დაფრინავს ნოვატორში, აწყობს და აპროგრამებს რობოტებს. ჩემი რობოტიც რომ მქონდა ამას წინ წაღებული სკოლაში, მარტო მაქალს არ მოეწონა. დიდი არაფერიო ასე თქვა. სულ გაგიჟდა ეს ხალხი რა. შეუნა წაიყვანო ხალხოიც ბავშვი ნოვატორში. მისამართი ხო გახსოვს, ნუსუბიცი 68. ეხლა დავრეკოთ. სად რეკავ ნოვატორში? არა კაცო, მაგაცე მადლობის მეტი რამე თქმის ვერ გავიგე რას ვერჩი. სადაც საჭიროა იქ ვრეკავ. ზემოთ. აი მე ამ შობლების ჩატში ხო არ წდება კიდე ეს მესიჯები რა. რა ხდება? აი მე გოგოებო, ჩვენი ბუნების მასწავლებელი გაუგდიათ თურმე სკოლიდან. ხადაობ ხო? ასე მგონია რომ დამთხოვა არ არის ეგ. გამაცადე. კი გოგოებო მართალია, მაგრამ ისე კი არ მიყვარდა ეგ ხალი ერთხელ ჩემი სალომე ისე ითხრია თმებით რომ ბავშვი სახში რომ მოვიდა ტალავერი ქონდა თავზე. მე უბრალოდ იქ დავრეკე სადაც საჭირო იყო. ეთეცია შეხედე სამსახურს რო ეძებ, რა ვიპოვე სადარბაზოში? ბუკლეტი. მომაჩვენიაბა? სულ ახალი ალბათ დღეს გააკრეს. ვიძებთ მენეჯერს კვირაში 5 დღე ანაზღაურება 1800 ლარი რა? დედა რა კარგი ანაზღაურება ანასტასია, მაგრამ რის მენეჯერს ეძებენ კაცო? ბევრი არაფერი არ წერია და როგორ გავიგო? მან ტელეფონის ნომერი აწერია ზედ და დარეკე. ომარიკო, ვის ელაპარაკებოდი შენ დილით ტელეფონზე რო ჩურჩულებდი? არავის, ვასოსალიზის ველაპარაკებოდი ჩატში. შვრიკავ. გამარჯობა, სამსახურთან დაკავშირებით გაწუხებთ. დიახ, რის მენეჯერის ვაკანსიაა ეს? სოფლის პროდუქტების მაღაზია. აი რო ვამბობ ისევ სოფელი გადაგვარჩენს მეთქი ვარჯერად თქვენ და. მე გლანში ვცხოვრობ და კი ინგლისურიც ვიცი. კი მოვალ გასაუბრებაზე რა თქმა უნდა მომწერეთ მისამართი. მგონი სამსახური ვიშოვე. კარგი დროებით. ხო, ვერაფერს ვერ მიხვდა. ვერც იმას შე რა გამომატანე ეგ ბუკლეტი. ახალი მეგობარი გავიჩინე, ხო გამიშვებ დღეს მაგასთან? ვინ მეგობარი გაიჩინე, ომარიკო, საცხოვრობს? ლუკა ქვია, დედამის დიანა. შე რო სალონში დადიხარ, იმ კორპუსში ცხოვრობენ. უი, ეთერის კორპუსში? წადი ხო, მაგრამ 6 საათზე სახლში იყავი იცოდე. შემოდი, ომარიკო, დედაჩემა ნამცხრები იყიდა და ვჭამოთ. გამარჯობა. მე ცოტა სხვანაირი წარმომედგინე ჩემი ლუკას მეგობარი, მაგრამ მოდი. დედაჩემა მითხრა თქვენზე, მადლობა გადაუხადეთ ჩემ მაგივრათო.
და იქ მადლობა რომ მხოლოდ სიტყვები არ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. ლუკაჩო მოდით დე მადარტის ნამცხრები ჭამეთ. ისა შვილი შენიცი საერთოდ მადარტი, ანუ გსმენია. კი, ჩემს მოუტანეს თავის მოდაქალებმა დაბადების დღეზე მადარტის ტორტი. მარწყვებით იყო. მერთხელ ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩვენ ოჯახში სუფრას ჭიკის რძეც კი არ აკლია. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. აუ, ამარიკო, შენ რა სოფელში იყავი, მანდ კაი იყო, მე არ მაქვს სოფელი. აუ, კი, ძალიან მაგარია. იცი ჩემ სოფელში როგორ ლაპარაკობენ? შენ აქ იდგენ არ ჩამეიარე. აი მე ძალიან გთხოვთ, მალე მორჩი და გარეთ გადით რა. კარგით, მალე მოვრჩებით. გევიდეთ გარეთ. დღეს ჩემი დაქალები მოდიან და ცივიყავები გჭირდება ძალიან გთხოვ. გაგიკეთებთ ხო, გაგიკეთებთ. თან ხო იცი უბრალო არ ვიცი მე. ჩემებურს გავაკეთებ ნაყინით. თეკ მოვედით, ლიფტს რა ჭირს? გოგო გაფუჭებულია. გუშინ მე და ჩემი შეყვარებულია მოვდიოდით და ზუსტად კარებიდან რომ გამოვედით, მაშინ გაფუჭდა. ანუ ლიფტში ყველა იმ შეყვარებულთან იყავი, ვინც კი ყოლია. მაშინ გაფუჭებული იქნება. ვერ გაუძლებდა დროსები. მობრძანდით გოგოებო, მოკლედ ამაცია კა თქვენმა დაქალმა ყავები გაგვიკეთე გოგოები მოდიანო და აი, ჩემი ცივი ყავები ნაყინით. დასხედით აბა და მითხრა ერთ-ერთი რა საქმე გაქვთ ასეთი, რა ხდება? მოკლედ ნუნუკადეიტა მთეკლას ძალიან უნდა რომ ნოვატორში მივიდეს. აკადემია რომელშიც პროგრამირებას და გრაფიკულ დიზაინს ასწავლიან და თეკლას უნდა მაკრაფიკული დიზაინის სწავლა. კი, მაგრამ უნივერსიტეტი გოგოებო, ამდენი ხანი რითვის ემზადებოდა ტყუილა? აუ, კაით რა, რას ემზადებოდა ნახევარი გაკვეთილები გაჩუნდი გოგო. იმიტომ ამბობ ნუნუკადეიტა რომ არ ამგონია ქართულის 16 ქულით დიდი შანსები გქონდეს. აი მე ქულა აღარ გამახსენოთ, რა ლამის თავი მოგჭრა. ისევ ეს დიზაინები სულ მოწონდა ამას. აი მე ერთხელ დრუმსიკი გადაჭრა თავისი და თავზე დაიფარა ქუდი გაფაკეთეო იცახდა. აუ დემივიდეთ რა ნოვატორში, მან გრაფიკულ დიზაინსაც ვისწავლე, ინგლისურსაც და გასაუბრებებითაც იდეალურად მომამზადებენ. წავიდეთ ხო, წავიდეთ. ხა რაღაცასი აქებთ და მოგწონს, მივიდეთ მან და გავიგოთ ყველაფერი. ოღონდ შე რამე ისწავლე და. ძალიან კარგი, ხო და ჩვენ გაგვიმარჯვოს ამ ცივიყავით. აუ თქ გარე ძალიან ცუდად და შემთხვევით გადაჭრილი დრუნციკი ხო არ გაგ. სახლამდე რო დავიფარო. ომარიკო, გამოდი და გაგვიანდება. შეხეთ როგორ დაიზლაზდება რა. გამოდი ახლა დროზე. ინგა რო ყვირი ხომე უფრო იგნევა იქ ბავშვი. წეღა რო დაიყვირი კარაქენი პურის მეგრეთ მაგიდის ტვილო მოკბიჩა. დი ტელეფონით დაწენმა ჯამავიცდა და ტელეფონით რო წავიდე. წადი ხომ მე მოვალ წამოსაყვანად, მაინც ახლა ტაქსის ვიძახებ, მაგას გაგაყოლებ ნოვატორში. დანიშნულების ადგილი ნუცუბიძის 68, ეგ არის. ტელეფონით თუ არ გაქვს რობოტით დარეკი. მე რა ვიცი ტუალეტის ქაღალდებს იპარავს ეგ რობოტი დარეკვაც შეიძლება. აი მე მართლა იმდენი რაღაცა ისწავლა ბავშვმა, შეიძლება ბოლოს მართლა რობოტით დარეკოს. კაი ასე მაინც რო სწავლობს კაცო, განვითარებულ ქვეყნებში სკოლებში ისწავლება ეს, მაგრამ ჩვენ შორს ვარ ჯერ მაგისგან. ერთმა ბავშვმა აწყო რობოტი და დააპროგრამა. ხო და ეხლა დედამის უდოთვალებს მაგ რობოტით თავის უფროს შვილს. უი მართლა? ძნელია მაგ რობოტის აწყობა? ინგა მე მგონი ჩვენში ესეთები არ მოსულა. ტიხავს. კაი ხო, რა ვქნა მშობელი ვარ კაცო. აჰა მოვიდა ტაქსი მიდი ჩადი სადარბაზოსთან დგას. ანასტასია შენ ტელეფონი რეკავს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო, თქვენი შვილი ჩემთანაა და მაგიტო გიდეკავ. მე გამტაცებელი მირეკავს მე მგონი. ვარკეთილში ტაქსი წამომიყვანა არასწორად და მშველას ითხოვდა ქუჩაში. მე მოგიკუდეს დედა, დატოვეთ რა მანდ მეტროსთან და მოვაკითხავ მე თვითონ. გაიხარეთ. ინგე ხა შენ ცუცუბიძის 68 მივუწვდე რომ ვარკეთილში წახვიდე. პირდაპირ რეისები გაუქმებიათ თურმე. ბავშვებო, ძალიან მაგარი რაღაცა გავჩითე, მოდით აქეთ. რა გაჩითე, სასუსნავი? არა, სასუსნავი არ არის. და რომ ციყოს მაინც არ გაჭმევით მაგ სკვენტლიანი ხელებით. დედა ჩემმა მომიყვა რომ ერთხელ ერთი ბავშვი იყო და ცხვიში თიც და მოკვდაო. კარგით ხო. რა გაჩითე თქვი? სკოლაპი ხო გაქვთ ორივეს. გახსენით მიდით და მანდ არის სხვა სამყარო და ეგ ნახეთ. მოვაგროვი გლიტერები და გადაცვალე სარგებელში. რა მაგარია ვისარგებლოთ? ცოტნემაც მითხრა ჩამოვალო დავალებებს წერდა. შეიძლება ის უნამტერალები ჩამოვიდეს და არაფერი არ შეიმჩნიოთ. ვითო არ ეთყობა ცრემლების სახეზე. დედა ჩემმა მომიყვა რომ თურმე ცოტნე უთრებია დედამის თმებით. რო გავუშვათ თურმე თმები ქონდა ხელში შერჩენილი. აუ რა დროს თმებით თრევა დავალებებია შესასრულებელი და ყველაფერი 10 მისიის შემდეგ გახდება ცნობილიო, დავიწყოთ რა.
ბავშვებო, შეხედეთ იქით ქურდი ვიღაც გარს ჩანთას ართმევს. აუ, როგორ ჩხუბობენ. ომარიკო, დედა შენია ეგ ქალი. დეგენერატო შენ. ომარიკო, მოდი მომეხმარეთ, კაცო. რა მოხდა ქალბატონო შემთხვევის ადგილზე? აბა მოგვიყევით. ეხლა ვიმოგიყვებით ყველაფერს. მოვარდა ეს დეგენერატი მართლ და ჩანთას და გავუწია წინააღმდეგობა. ხოლმე ჩვენ დედაჩემს დავყავდი ხოლმე ტანმარჯიშზე და რაღაცა ეს ენერგია არ მაკლდა არასდროს. დავარტყი ჩანთა და მე ეს ბავშვებიც მოვარდნენ ურტყეს ამათმაც და ეგ იყო. ეს შუაში რა თქოს ხოთაშორის ლამაზი ბავშვი ჩემი შვილია, ხო, ჩემი ბიჭი. ჩვენ ბესედკასთან ვისხედით და სხვა სამყაროს მისიებს ვასრულებდით. თვასომ დაინახა დედაჩემი და გამოვიქეცით აქეთ. აჰა, 4 ბავშვი იყო, ესე თქვით წეღან და აქ რო 3 არიან. ეგ ცოტნე იყო დედამისმა წაიყვანა ქოჩრით. მაგათაც ახში არ მიხვდეთ, რომ დაპატიმრება მოგიწევთ დედამისის. მარიკო, ყველაფერს ნუკიდებ მან ხელს. გამოდი ახლა აქეთ. არა უშავს ქალბატონო, იმდენი ბავშვი შემოდის რომ მივეჩვიეთ. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ხო, აი ბავშვმა იცის. ომარიკო, მოდი აბა უთხარი გოგონას, რომელიც წიგნი დაგაბარეს. აუ, აღარ მახსოვს. აუ, პატარა უფლისწული. დიახ, მგონი რო გვაქვს. ბიჭი, აბა მიდი მიირბინე იქით ყვითელი წიგნები უნდა იდოს და ნახე შენ თვითონ. ბოდიშ რა ვერ გამოვდივარ, ძალიან ვიწროთ ვართ აქ და რო გამოვიდე შეიძლება რომ ვეღარ დაუბრუნდე უკან და აი ვიპოვეს ჭირდება. რა ღირს ომარიკო, აბა დახედე. 599 ლარი ღირს დე. რა 599 ლარი ომარიკო? მათემატიკის წიგნიც გჭირდება შენ მე მგონი. რა ვქნი ეგრე წერია და წერტილი აქვს შუაში, ეს არ გვისწავლია ჯერ. არა უშავს. 599 არის, ნუ 6 ლარი რა. აჰა, 6 ლარი ხო? კარგით, მაშინ სხვა წიგნებსაც ავიღებ და მოვიტან. როგორ კითხვის მოყვარული ქალბატონი ბრძანდებით? 2 წიგნი გავატარი უკვე, აბა კიდე რომლებია თქვენი აქედან? დიახ, აი ეს წიგნი არის. ესეც და აი ესეც ჩემია. რამდენის არის? 80 ლარი, კი ბატონო. აი კაკრას 80 ლარი მქონია. წავედით ომარიკო. აუ, ჩემი წიგნი არ გიყიდია. დედა აღარ მქონდა ომარიკო მეტი ფული და რა გავაკეთო, ვერ გავიგებ. არა უშავს კაცო, წაიკითხავ ამას, აი დოსტოევსკის. ძიამნერი მაკარონი ჩემი კლასელი გაიგუდა ლამის. რას ქვია ლამის გაიგუდა ომარიკო? რატო როჭამდე თურმე ძალიან შეისრუტა და გადაცდა. ძლივს გადაარჩინეს. რა უბედურებაა, კაცო, დამეკარგა ჭამისმა და ახლა. აუ, ეს ანეკდოტი გამახსენდა. კაც მე მდინის პაკეტი შეჭამო, რომ ტუალეტში მაკრატლით შევიდაო. აუ, მე არ ვიცი, მოყევი. კაცი შეჭამს ბევრ პაკეტს და ტუალეტში შედის მაკრატლით. მეტი რა გამოვყვი? თუ იგილარჩზეა. რა იყო რეებსყობით, ვერ გავიგებ, ლუკმა ვერ შევჭამე, კაცო. ძახს არაჭამე მაკარონი? შია მე მგონი. რა მაკარონი ვაჭამე ომარიკო, ძვირფას პედიგრი უყრია 12 ლარიანი. გუშინ გავსინჯე პედიგრი, სულ მაინტერესებდა როგორი იყო. რა იყო, რას მიყურებთ? რას გიყურებთ? მეც გასინჯული მაქვს. ხო და მოდი მაგაზინ ვილაპარაკებთ. დედა რა მოგწამლა ომარიკო, ყველა მჭამეთ ეგ მაკარონი, ჰა? ყოველ კვირა იწამლება ეგ ბავშვი. ოჯახის ტრადიციაა უკვე. პედიგრის პარკია გახსნილი. შეკარი მერე, კაცო. ინგა ბანაკში მივდივარ და უნდა გამიშვა. ხო, ეხლა კაი დროსია. ადრე უნდა გამეშვი პრიუტში. რა პრიუტი, ბაქსუდის ბანაკია. ალტე უნივერსიტეტი არჩევს ბავშვებს, მე რო დავდივარ. ეგ ბანაკი? ხო, არ ვიცი, მოვიფიქრებ. ისე ძალიან ცუდად მახსოვს ბავშვები და რომ მემუქრებოდი პრიუტით. იმინე მეშინოდა. ხო, ისე შენ სულ გეშინოდა ხოლმე მაგის. ბოლოს ერთხელ ისე დაიმალე ლოგინის ქვეშ პატრულმა გიპოვა ძლივს. ბავშვობაში მაგარი დოჟა ვიყავი. გახსოვს წითელი ქუსლიანები რო გაგიფუჭე? შენ გააფუჭე გოგო ეგ? დაიმე დღემდე მგონია რომ ჩემმა მეგობარმა თეონამ გამიფუჭა, კაცო. აღარც გვილაპარაკია ფაქტობრივად მაგის მერე. კაი 11 წელია ისე გასული. ხო, მეორე კლასში ვიყავი მაშინ და მაგრა გამივიდე ეგ ტყუილი. თიკო რა შვები შენ რა გარკვი ბაქსუდზე? ინგამ რავი მოვიფიქრიფო და იმედია რომ გამომიშვებს. იმ პირობით გაგიშვებ ომარიკოსაც თუ წაიყვან.
უნივერსიტეტი არ შევსმეთ კი ბავშვებს და რა ომარიკო? აუ მინდა მეც წამიყვანი რა მარტო შენ რო დადიხარ ყველგან. დედა ატყდა ახლა ესეც. მეც მაგარი ვარ ამ თქმევინა კაცო. ინგა პრიუტით შეაშინე მიდი. რავი მე მეშინოდა. ადრე უფრო აშინებდა ხოლმე კაცო ეგ ბავშვებს ახლა ვიღა დაიჯერებს. ომარიკო, პრიუტში გიშვებ იცოდე? Yes. აჰა. აუ ანასტასია რა ტვინი შეჭამე რა. დედამ ხო გითხრა რომ სანამ არ მოვალ ერთმანეთს თვალებში არ შეხედოდო. ვაფშე შემომიხედავს თვალებში ისე ამოგატყი პანჩური. ეხლა მომის მენად თამილა უნდა გადმოვიდეს 4 დღე იმდენი იწი და საწყალმაქმა გამომშრალი არის. ღვინო უნდა დავლიოთ იცოდე ხმარ გავიგოთ თქვენ თორე ჩემ ხელში ყავთ. აუ ბებო, მე რო დავლიო შეიძლება? ესეთი ღვინო არის შინო რა უფლება მომიცია. სარაიაში დებს პატარა ბოთლით და ჭიქა წაიღე. აბა ჩემო თამილა, ამ ჭიქით სიცოცხლეს გაუმარჯოს. სიცოცხლეს რომელიც აიზე უცბად გაგვიფრინდება ხოლმე. ომაიკო, განგრეული მთვრალი ხარ. აუ სადრეკა. რო გადაგიყვანან თეჯოლის სავედ მყოფოში. კმაყოფილი ხარ? ვაიმე ანასტასია, შენზე ისეთი ნაწყენი ვარ, რომ არ ვიცი რა. ნაწყენი რატო ხარ? ვითო არ ახსოვს. და გავიწყდა რომ მითხარი, ჩემთვის არაფერი გაიკეთებია არასდროსო. როდის გითხარი ეგ სევდით არ მახსოვს? კი ბატონო, ნუ გახსოვს, მე მთელი ჩემი ცხოვრება არ დამავიწყდება. ხო დედა. რა ვიცი, აბა შენი შვილი რო გეტყვის, არაფერი გაიკეთებია არასოდეს ჩემთვის, როგორ ვიქნები. კაი, გადმოგირეკავ საღამოს რა. დი, გუშინ წინ ანასტასია მეც მითხრა ცუდი რაღაცა. ამაზე უარესი რა გითხრა, ომარიკო? რა და ეზოში ჩავდიოდი და ყველას დებილი ეგონებიო ასე მითხრა. მან რაც თავარი იყო, იმას არ ამბობ. სისათვალებით რო ჩადიოდი კოკის პირველ წვიმაში. იმგა. მოდი ლია, მოდი აქეთ ვართ. აბა როგორ ხართ? რა ვიცი, აბა ნაწყენი ვარ ამ ქალბატონზე. რა მითხრა არ გაინტერესებს? მთელი ცხოვრება ჩემთვის არაფერი გაიკეთებიაო. როგორ ვიქნები? არ მithქვამს მეთქი ეგეთი რაღაცა არასდროს. ჯე, ნინო დაიძახის ეზოდან, გადმომხედოსო. ხო, ნინო. არა, ანასტასიაზე ვარ ძალიან ნაწყენი და ვერ ჩამოვა. ასე მითხრა რომ მთელი ცხოვრება არაფერი გაიკეთებია ჩემთვისო. გაისაინეთ ამ ერთხელ ჩემ გარეშე, ხო? შეხედე მთელ კორპუსს გააგებინა. როდის გითხარი, აბა გაიხსენი? გამახსენდა. ექსკურსიაზე რო ვიყავით და მთაზე ავდივით, მაშინ მითხარი ეგ. მერე კიდე ცხვარი გამოვიქცე და დამეტაკა ფეხებში. მეტი არ მახსოვს. ექსკურსიაზე ბოლო 4 წელია არ ყოფილვართ. და ეს ცხვარი საიდან მოიტანე საერთოდ? აი ხო, არსებობს მცირედი შანსი, რომ დამესიზმ რა. ისმის ჩემი ხმა? აუ ძალიან ჭედავს სოფელში ინტერნეტი. ისმის ხო და იცი ჩემს კარტოფილს როთლი. აუ ანასტასია, როდის ჩამოხვალ? შენ გარეშე ვერ ვერთობით საერთოდ ჩვენ. ჩამოვალ ხო ამ დღეებში, მაგრამ აქ ძალიან სიწყნერია და მე მგონი მართლა დავისვენი. აუ მე ზღვაზე მინდა წასვლომარი და ჩემ ჯერ გამოცდის შედეგებს დაველოდეთ. აუ ზღვა ძალიან კაია მართლა. თეკლა შენ წიგნს კითხულობ? კაი, რატიკო ვერ ხედავ რო კითხულობს? პროსტა უგუღმა უჭირავს. აუ კაი, თხავ არ კითხულობ და ამ ბოლო დროს მარტო ნოვატორზე ვფიქრობ. გუშინ მაგაცა ეძი ისეთები წავიკითხე, რომ ეხლა დაჭყეტილი მაქვს თვალების სიხარულისგან. აუ შეკიდე თუ ეგრე ძალიან გიდა, მიდი მაგ ნოვატორში და დააყენე საშველი. აბა ეროვნულებზე რო გიწერია გპ-ის საინჟინრო, მაგით აპირებ ცხოვრებას. მართლაც გეუბნებათ ეკბიდი და ისწავლე გრაფიკული დიზაინი რო ამბობდი. ინგლისურსაც უკეთესად ისწავლე მაგ ერთ წელში. აუ მაშინ შენ რო ჩამოხვალ ანასტასია ორივენი ამოხდა და დაებაზრებით დედა ჩემს რომ ნოვატორში მივიდე. კაი, ახლა შენ მოყევი რა, სოფლის საქმეს არ აკეთებ? აუ ძრო ხარ მოწველე. მიხადავები გოგო რა ძრო ხარ მოუწველი, ეგ ღამაგლია. ანასტასია მოვიდა საღამო და წამოდი ახლა ბოსელში. ვისე მოეწონა გუშინ მაგ ძრო ხას ისევ შენ უნდა მოწველო. აუ ვიხევი. აუ წავედი ძალიან ჭედავს ინტერნეტი. გამოცდებიც მოშორებულია და შეგვიძლია რომ დავისვენოთ. ნუ ბესეთკაში. სენემ გამოცდის ქულებს არ გავიგებ რა დამასვენებს. საფლოვში ვტრიალებ. აი თუ გარდაცვლილებსია.
თუ ვერ ჩააბარ დედაშენი მე მართლა გადრიალებს საფლავში. აუ არ ვიცი გოგოებური, რაც აქამდე არ მისწავლიოთ 18 წელი, მე მგონი ეხლა მომინდა ერთიანად. ყველაფერი მინდა რომ ვისწავლო. აუ მე არა, ხوار გავთხოვდი მეთქი ვფიქრობ უკვე. რა? ეგოგო ძალიან მალე გათხოვდება. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე. მართალი ყოფილია ინგა. არა, არაფერი. აუ ეს ნოვატორიოა, ციფრული აკადემია. ძალიან მომწონს და მამაჩემმა კიდე სადაც გინდა იქ ისწავლეო. ხადაუბ, ნოვატორი ძალიან მაგარი აკადემია. იმენა ძირსკუპა. აუ ხო თან გრაფიკულ დიზაინს ესწავლიან და მე კიდე დიზაინის ნიჭი სულ მქონდა ბავშვობიდან. დაფრეწილი მაიკი და ცაცალი ბოტას ვიდიოდი ხოლმე ბავშვობაში მაგას დიზაინი არ ერქვა. სიდებილე ერქვა. აუ თქ შენ თუ ნოვატორში ისწავლი მართლა ძალიან მაგარი ფული გიქნება მომავალში. აუ ფული არც ახლა არ მაკლია ნამდვილად. აუ ის ლაიდავს დათი ხო არ გაქვთ კებს უყიდი მაღაზიაში. თქვენთვის დე უნდა ვიმღეროთ მუსიკის მასწავლებელმა დაგვავალა რომ ადადეგებზე ივარჯიშეთო. ვიმღეროთ მე ომარიკო ისე მიყვარს მე სიმღერა. ხო, ცალთვალაზებრას სიმღერა ხო გახსოვს? აი ეს არის ტექსტი. მახსოვს ხო მაჩვენ ერთი როგორ იწყებოდა, ხო? სეტყვამ გაუხეთ ქაზებრას წარბი. და რაღაცა ვერ მღერი მე მგონი დღეს. დღეს და სხვა დღეებში? სანგაკად მღერი ხოლმე სახსრობ ალაგებ. აი ნიცი რომელი სიმღერა მიყვარს, ინგლისური. Let me be your woman, ხო ეგ. გთხოვ რო იქ მეორე თაღარი იმღერო. აუ და ის სიმღერა ვიმეცადნიოთ, რა დროს ეგ არის? აი დავიწყეთ ომარიკო. სეტყვამ გაუხეთ ქაზებრას წარბი, გაიმეორეთ და რამ ჭირს კაცო. სეტყვამ გაუხეთ ქაზებრას წარბი. აი თავიდან გაიმეორე მიდი. სეტყვამ გაუხეთ ქაზებრას წარბი. აუ ყურებიდან სისხლი მომდის. დედა ასე თუ იმღერო ომარიკო მაღალ ნოტს აწევ შენ. ეგ მარტივია. გადაეშვა ზებრა წალახში. აი მე ცოტა ხანი მოეშვი რა ამ ზელატოსის ჭამას კაცო. საერთოდ აღარ მინდა სიმღერაში ვარჯიში. აი ხო ბოლო ჯერ გავიმეოროთ. გადაეშვა ზებრა წალახში. დედა რა ნოტი ავწიე, ჰა? აუ ვიღაც ხალი წაიქცა ქუჩაში. იმენე სახით დაეცა. რა დროს ეგ არის გოგო ამხელა თონეს ხსნი და დამხმარე ხალი მყავს ასაყვანი. აი მე წეღანი ყოს შორის ერთი ხალი მოსული. მან დამიტოვა სახელი გვარი ნახემედი. მე მგონი რომ მაგას ავიყვან სამსახურში. რავანი რა უბულაშვილი. ეს ის ხალია ტელევიზორში რო აჩვენის. წოწმარია რომ მოკლა. დედა რას ამბობ კაცო? ვაი მე გადავრჩენილ ვარ და აი მოვიდა ხალხი გასაუბრებაზე. გამარჯობათ, ვაკანსიაზე მობრძანდით ხო? დაბრძანდით. დიახ, დამხმარე გჭირდებათ ხო? დიახ, პირველ რიგში გამოცდილება მაინტერესებს თუ გაქვთ. რა თქმა უნდა გამოცდილება მაქვს, მე ვმუშაობდი ვაგზალზე, ცირკთან. უბრალოდ ახლა უკვე ისეთი ასაკი მაქვს, რომ ვეღარ ვახერხებ. კარგი, დაგვიტოვეთ ნომერი და დაგირეკავთ აუცილებლად. და ვინები მოდიან კაცო. შემდეგი. გამარჯობა, აქ არის ვაკანსია. დიახ, ქალბატონო, დაბრძანდით. გამოცდილება თუ გაქვთ. ჩემი თორე მქონდა კაცო სურამში გზაზე, მაგრამ მე თურქეთის ტრაილერი შემოგვიარდა და ვიღაც დავდექით ფეხზე. კარგით, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და დებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. დედა გამოცდილი ხალი ყოფილა ანასტასია ეს და ეს რო ავიყვანოთ. ჭუჭყები ქონდა ფჩხილებში, დაივიწყე. ომარიკო მურბის. კი, აიყვანე ვინმე სამსახურში? არა კაცო ვინ ავიყვანე მთელი დღე აქვს ვარ დავიღალე რა. მიდი ომარიკო მან ხურდებიდებს და გვერდზე მაღაზიიდან წყალი მომიტანე. იმედია გამოჩნდება ვინმე. ნახე შენი საყვარელი მეზობელი მოდის. დედა ნუნუ მინდოდა ეხლა აქ კაცო. როგორ ახარ ნუნუ ჩემო კარგო? გოგო რო ავიყვანეთ უკვე დამხმარე ხალი. დაგაგვიანთ. აჰაჯი მოგიწენი წყალი. გამარჯობა ნუნუ დეიდა. ჩვენთან გინდათ მუშაობის დაწყება? არავინ არ აგვიყვანია ჯერ. სამსახურის ძებნას ვიწყე, ფული უნდა ვიშოვო.
და მციგარიც დავანებო თავი. კაი გოგო, რა სამსახური, რა სწავლას მიხედე ჯერ, ან კიდე რა სამსახური უნდა იპოვო. შეიძლება მუშაობა და სწავლა ერთად, სწორად თუ გაანაწილებ. ოქროშულმაც კი იშოვა სამსახური და თავის ფულით ეკეთებს ახლა შილაკებს და წამწამებს. ნახე. გოგო, არის რაღაც სამსახურები კი, გამყიდველები, მენეჯერები და მიმტანები და ეგეთი რაღაცები უნდათ ძალიან. ხო, რა მე ეგეთი მინდა რომ გამოცდილება მქონდეს. აბა გამოუცვლია დღეს მარტო სამინისტროში თუ დასაქმდები და მე პოლიტიკაში მოსვლა არ მინდა. აუ ის გითხარით ხო? 14 ოქტომბერს არის GAA საერთაშორისო განათლების გამოფენა. ევროპის, ამერიკის და ინგლისის უნივერსიტეტები ჩამოდიან და მან ვარ მოხალისე. ბილდმორთ ჰოტელში. აუ მან ჩვენ წავავალთ და დავესწრებით. უბრალოდ მაინტერესებს მეტი არაფერი. გამოფენა გაინტერესებს? თუ ის ფრანგი ტიპი წინაზე რო იყო ჩამოსული. ადგილები არის შეზღუდული და მიწერეთ ინსტაგრამზე რომ ჩაეწეროთ. უფასოა. ანასტასია, სათხარ გოგო, რო გამოგაგზავნე კურსზე და მოგეცი 5 ბესედკაში უნდა იჯდე, ახლა უი გამარჯობა გოგოებო. ძაღლმა შემიჭამა იქ 5 და მაგიტო ვერ ვიყიდე. მე ესე შემოურჩია აქ. რე ძაღლმა შეგიჭამა გოგო, წეღარ მაგით ნაყინები არ იქის რე. ეგ სხვა 5 იყო თეკლა. არაფერი ინგადიდა სამსახურებზე ვლაპარაკობთ უბრალოდ. ანასტასია ძალიან მონდომებული. იქაც ვარ მოხალისეო 14 ოქტომბერს გაში. გააკი არა GAA, ეგრე ქვია. და კიდევ ვერ ისწავლა გოგო ამან ინგლისური. Oh my god. გამარჯობა, რა შევკვეთავთ? გამარჯობა, მე ერთი ცეზარი და ერთი ალუბლის წვენი თუ შეიძლება. კი ბატონო, და თქვენი შვილისთვის? რა ჩემი შვილი, ჩემი მეუღლეა. უკაცრავად თქვენ ესინებებთ. მე ერთი კარბონარა და ერთი ამერიკანო, რა უშაქროთ. კი ბატონო, ახლავე. დესერტსაც ხომ არ მიირთმევთ? რა ვიკო, გვინდა დესერტი? კაი, არ გვინდა იყოს. ნელი მიმტანია. აუ ნინი ისეთი წვილი შემოვიდა რომ იმ გოგოს ქმარი შვილი მეგონა. გოგო ეგენი ძალიან ხშირად შემოდიან აქ და თუ გინდა მაგათ მიმომსახურები და შენ თელს მიეხმარე. გოგო ვერ ვიპოვეთ მე დათიო მიმსაფულის პატრონი და ისესლარიანი გავინაწილეთ. შენი წილი შავი ჯიბეს ჩაკიდე მეორეში. ჯიგარი ხარ. კაი მაგათ მიმომსახურები და მიდი შენ მეორე მაგიდას მომსახურე ახლა რა შემოვიდნენ. ხო კაი გოგო ანასტასია, მალე ითვისებს ძალიან. მოგესალმებით, რა სინებებთ? მე ორაგული ტკბილცხარი соусით. მე სტეიქს ავიღებ medium rare-ს და მორი ყავაც რა. გასაგებია. ვარდებსაც მოგართმევთ ცოტა ხანში და სანთლებსაც ავანთებთ, მეტი რომანტიკისთვის. რა სანთლებს აანთებ და ძმა ვარ ჩვენ?